ბატონო. აი ამის მოსმენა მინდოდა მეგობრებო, ეს არის სოკოვანი დაავადება. ეს არ არის არც ტკიპის პრობლემა, არც ბუგრების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში გერევათ ხოლმე. მოусმინეთ პროფესიონალის რჩევებს, როგორც მაგალითად ბატონი კარლო აკეთებს. დაანებეთ რაღაც მეზობელმა ეს თქვა, იმან ეს დაასხა, დედების ჯგუფში ამოვიკითხე, არა. ეს არის სოკოვანი დაავადება, ჭირდება სწორი წამლობა, სწორი ფუნგიციდით. ბატონი კარლო რეკომენდაციებს იღებს აგრონომის წარმომადგენელი ქეთისგან, ქეთი შემოგვიერთდი, გამარჯობა. რა პრეპარატებით მოხდა წამლობა? ბატონ კარლოსთან ჩატარდა წამლობა კვირტის გაშლამდე და კვირტობამდე, ასე ვთქვათ, პროტექტით. პროტექტი შეიცავს 77% სპილენძის ჰიდროქსიდს, რომელიც აქტიურად მუშაობს ხუჭუჭაზე და აგერ შედეგიც გვაქვს, იდეალურად არის შენარჩუნებული. და რამდენჯერ მოხდა პროტექტით წამლობა ამ ეტაპზე? პროტექტით წამლობა ყვავილობამდე მოხდა ორჯერ. დოზირებასაც შევეხები ტონა წყალზე 8-10 კილოგრამ პროტექტს იყენებს და ვიღებთ საუკეთესო შედეგს. კი ბატონო, მე რაც მაინტერესებს, პროტექტი ანუ სპილენძი არის და არ ერევა ბევრი პრეპარატი. ამ შემთხვევაში თუ მოხდა ბუგრების ან რაიმე სხვა პრეპარატების შერევა? ჩვეულებრივ ურევთ ბუგრების წამალს, მავნებლის საწინააღმდეგო არაერთი ინსექტიციდი ერევა და რა ვიცი, ამაზე უკვე ცალკე შეგვიძლია. თუმცა ყველა არ ერევა. რომელი არ ერევა, ამას უკვე აგრონომის ფილიალებში ცალკე აგრონომის ფილიალებში მობრძანდება.